გამარჯობა. Როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ჩემთვის ნეპალში მოგზაურობის მთავარი მარშრუტი იყო ანაპურნის საბაზო ბანაკამდე ასვლა. პოქარიდან ბირეტანტიმდე უნდა წავსულიყავი ავტობუსით. ამის შემდეგ კი ფეხით უნდა მეველო დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, ვიდრე არავიდოდი 4130 მეტრზე. ავტობუსი ორჯერ ჩერდება. პოქარიდან სოფლამდე მისასვლელად შეგეძლიათ ჯიპიც დაიქირავთ. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი არც კომფორტულია და საკმაოდ დიდ დროს ანდომებს მანძილის დასაფარად, ის მაინც იაფი და ბიუჯეტური საშუალებაა. ამ გზავრობაში სულ რაღაც $2 გადავიხადე. ასეთ ხალისში რამდენიმე საათით ძალიან მალე გავიდა. ბირეტანტის ჩეკპოინტში უნდა აჩვენოთ თქვენი ლაშქრობის ნებართვა, რომელსაც კატმანდუში აიღებთ. სოფლამდე, სადაც უნდა დავრჩენილიყავი, 4-5 საათის გზა იყო. დაახლოებით 1 საათში მივადექი კიბეებს, რომელიც აღარასდროს აღარ გაჩერებულა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. სოფლები ერთმანეთს სწორედ კიბეებით უკავშირდება. რადგან ოქტომბერი ნეპალისათვის ტურისტულად აქტიური სეზონია, tea-house-ებში, ანუ სახლებში, სადაც დარჩენა შეიძლება, ადგილები ხშირად დაკავებულია ხოლმე. თუ ჩემსავით, გიდისა და პორტერის გარეშე მარტო მოგზაურობთ, მაშინ სჯობს, რომ ძალიან ადრე გაიღვიძოთ ხოლმე. ასე მეტი შანსია, რომ თავისუფალ ადგილს იპოვით. გზად უამრავ საინტერესო და კარგ ადამიანს გაიცნობთ. საბოლოოდ აი ამ პატარა სასტუმროში დავრჩი, რომელსაც tea-house-ებს ეძახიან. იმ საღამოს გემრიელად ვივახშმე და ადრევე დავიცინე, რადგან ვიცოდი, რომ წინ კიდევ გრძელი გზა მელოდა.